საღამო მშვიდობისა ბავშვებო. დღე 20 მე ვარ ნინო მარგველაშვილი და თქვენ იცით როგორ მიყვარს სხვადასხვანაირი ადამიანების ქვეყნების შესახებ წიგნების კითხვა და ახლის გაგება. და დღეს ესეთი წიგნი ჩამივარდა ხელში, რომელსაც სახელად ჰქვია ბასრას ბიბლიოთეკარი. ნამდვილი ამბავი ერაყიდან. ერაყი არის ქვეყანა, რომელიც სირიასთან ახლოს მდებარეობს, ალეპოზე რო წავიკითხეთ წიგნი. და კიდევ რატომაც საინტერესო იყო ჩემთვის ეს წიგნი არის ის, რომ ჩემ შვილებს კირას და მიხოს ყავთ ერაყელი მეგობარი ჯუდი და თალია. და PlayStation-ს ერთად თამაშობენ. და მე და მიხოს უზომოდ გვაინტერესებს ერაყის ამბები, ისტორია და ისე გამიხარდა ეს წიგნი, რომ ერაყზე იყო. და ჯუდის და თალიას სამშობლოს გაგაცნობთ. რომ მოკლედ დღეს ამ წიგნის წაკითხვის დღეს ვიქაც. წიგნის ავტორი და ილუსტრატორი არის ჯენეტ ვინტერი. სადღაც 2003 წლის 6 აპრილს ბასრაში მოხდა ომი ბასრამდეც მიაღწია. ანუ ერაყში ძალიან ბევრი ომი იყო და ბასრაშიც მიაღწია ეს ომი და აი ამ ქალბატონმა ძალიან ესეთი მამაცური საქმე ჩაიდინა წიგნებისთვის და წიგნების გადასარჩენად. და მე ეს ამბავი გავრცელდა. დაიწერა ერთ-ერთ მნიშვნელოვან New York Times-ში და გახდა ცნობილი მსოფლიოსთვისაც ამ ქალის საგმირო საქმეც. დღეს ჩვენს გავიგებთ. ყურანში მუსულმანებისთვის არის ყველაზე ძვირფასი წიგნი, როგორც ქრისტიანებისთვის არის ბიბლია. ყურანში პირველი, რასაც ღმერთი მუჰამედს ეუბნება, იყო იკითხე. ალია მუჰამად ბეიქერი. ალია მუჰამად ბეიქერი ბასრას ბიბლიოთეკარია. ბასრა კი საპორტო ქალაქი არის ქვიშით გადავსებულ ერაყის ქვეყანაში. ბიბლიოთეკარი ჩვენთან იმედია თქვენ სკოლებს აქვთ ბიბლიოთეკები, მაგრამ ბიბლიოთეკარი ადგილი, სადაც უამრავი წიგნი ინახება და ადამიანებს, ყველა ადამიანს შეუძლია შევიდეს, ითხოვოს ეს წიგნი, კი რიყიდოს, ითხოვო ეს წიგნი, ან იქვე დაჩდე, წაიკითხო, მე დააბრუნო თავის ადგილას. აი კიდე ერთი ეს ურჩხულდამზე თუ ნახავ ის მულტფილმში არის უზარმაზარი ბიბლიოთეკა რო აქვს ურჩხულს და ბელი რო შოქში არის, ხო, ეს საოცარი ადგილი. მოკლედ ეს ქალიც იყო ბიბლიოთეკარი. მისი ბიბლიოთეკა შეხვედრის ადგილი იყო ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებსაც წიგნები უყვარდათ. ისინი სამყაროს შესახებ, სულიერების შესახებ უამრავ სხვადასხვა საკითხს განიხილავდნენ და დააკვირდით, ხო, როგორ სხვანაირად აცვიათ ერაყში. ხო, ფერადია ტანსაცმელი, თავზე აქვთ წაკრულები, ხო? თუმცა ახლა ისინი მხოლოდ ომზე საუბრობენ. ნუ თუ ისევ ბომბებით სავსე თვითმფრინავებით გაივსება. ბომბები ნუ თუ ჩვენთანაც დაეცემა. ნუ თუ ჯარისკაცები თოფებით ჩვენს ქუჩებს გაავსებენ. ვინ გარდაიცვლება ჩვენგან? ჩვენი ოჯახები გადარჩება? ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ალია ღელავს, რომ ომით გამოწვეული ხანძრები შეიძლება გამანადგურებელი იყოს წიგნების, რომელიც მისთვის ყველაზე ძვირფასი რამ არის. მას
ოქროს მთებსაც კი ურჩევნია ეს უამრავი წიგნი. იმიტომ რომ ის ბიბლიოთეკაში წიგნები ყველა ენაზე არის. ახალი წიგნები, ძველი წიგნები, მუჰამედის ბიოგრაფიაც კი, რომელიც 700 წლის წინ დაიწერა. ხო და მივიდა ხელისუფლების წარმომადგენელთან და სთხოვა უფლება მიეცა მისთვის ოფიციალურად, რომ წიგნები უსაფრთხო ადგილას გადაეტანა. თუმცა კაცმა უარი განაცხადა. წიგნებს არსად არ გადაიტანთ. ერაყის დროშა. ხო და ალიამ გადაწყვიტა, რომ თავისით მოეგვარებინა ეს საქმე. საიდუმლოდ, ჩუმჩუმად, წიგნები ყოველ ღამე თავის სახლში მიქონდა და ღამე სამსახურის მერე თავის მანქანას ამ წიგნებით ავსებდა. ნელ-ნელა ომის შესახებ ეს ჩურჩულები, ჭორები უფრო ხმამაღალი და ნათელი გახდა. ხელისუფლებამ თავისი ოფისი ბიბლიოთეკაში გადაიტანა. ჯარისკაცები იარაღებით სახურავზე იდგნენ. ალია ელოდება და ყველაზე უარესის ეშინია. ეშინია, რომ ბიბლიოთეკარ დაიწყო. შემდეგ ეს ჭორები ომის შესახებ რეალობად იქცა და ცაში თვითმფრინავები გამოჩნდნენ. ომმა ბასრასაც მიაღწია. ქალაქი ახლა გადანათებულია ხანძრებითა, ბომბებით გამოწვეული ხანძრით, იარაღების აფეთქებებით. ალია უყურებს, როგორ ტოვებენ ბიბლიოთეკას, ბიბლიოთეკაში მომუშავე ადამიანები, მთავრობაში მომუშავე ადამიანები და ჯარისკაცები. მხოლოდ ალია რჩება შიგნით, რომ დაიცვას წიგნები. ალიამ თავის მეგობარს ანის მუჰამედს დაუძახა კედლის იქით, რომელიც ბიბლიოთეკას ყოფდა. ანისი რესტორანს ფლობდა. შეგიძლია დამეხმარო წიგნების გადარჩენაში. შემიძლია ეს ფარდა გამოვიყენო წიგნების შესახვევად. აი, მაღაზიიდან მოვიტანე ყუთებიც. ამ ტომრებში ხوار ჩავალაგოთ. წიგნები უნდა გადავარჩინოთ. მთელი ღამის განმავლობაში ალია, ანისის ძმები, მაღაზიის გამყიდვლები და მოვაჭრეები და მეზობლებს წიგნები ბიბლიოთეკის თაროებიდან გამოჰქონდათ, ერთმანეთს გადააწვია მუზარ-მაზარ კედელზე და ანისის რესტორანში მალავდნენ. წიგნები დამალული არის, ომი კი გრძელდება. შემდეგ, ომიდან 9 დღის შემდეგ, ცეცხლი ბიბლიოთეკასაც წაეკიდა. მომავალ დღეს ჯარისკაცები ანისის რესტორანს მიადგნენ. რატომ გაქვს იარაღი? იკითხა ჯარისკაცმა. ჩემი ბიზნესი რომ დავიცვა, უპასუხა ანისმა. ჯარისკაცებმა დატოვეს რესტორანი ისე, რომ შიგნით არ შეიხედეს და არ დაათვალიერეს და არ გაჩხრიკეს. მათ არ იციან, რომ მთელი ბიბლიოთეკა ჩემს რესტორანშია, ფიქრობდა ანისი. საბოლოოდ, აი ეს ომის ურჩხული ომი ნელ-ნელა დაიძრა სხვა მხარეს. ალიამ იცის, რომ თუ წიგნები უსაფრთხოდ იქნება, უსაფრთხოდ უნდა რომ იყოს, ის წიგნები ისე უნდა გადაიტანოს სხვა ადგილას, სანამ ქალაქი ჩუმად არის. ამიტომ დაიქირავა სატვირთო მანქანა, რომ 30,000 წიგნი თავის სახლში, თავის და თავისი მეგობრების სახლში გადაეტანა. 30 წიგნი გამოიტანა და გადაარჩინა.
ალიას სახლში წიგნები ყველგან არის. ავსებულია იატაკი, თაროები, კარადები, უჯრები, ფანჯრები. ერთი პატარა სივრცეც, თავისუფალი სივრცეც კი არ დარჩა ალიას სახლში. ალია ელოდება. ელოდება, როდის დასრულდება ომი. ელოდება და მშვიდობაზე ოცნებობს. ელოდება და ოცნებობს ახალ ბიბლიოთეკაზე. მაგრამ სანამ ალია ოცნებობს, წიგნები უსაფრთხოდ არის. უსაფრთხოდ არის ბასრას ბიბლიოთეკართან ერთად. თურმე ალია ბასრას ბიბლიოთეკის წიგნების 70% გადაარჩინა. თვითონ ეს ქალი 2021 წელს გარდაიცვალა. მაგრამ ის რაც ამდენი საუკუნის მანძილზე დატოვებულია და სადაც შეიძლება იმოგზაურო, გაიცნო უამრავი ადამიანი ისე, რომ შენ სახლში ისჯა და არცად წახვიდე, ხო? ეს დაიცვა ალიამ და შემოუნახა ირაყელებს უამრავი საინტერესო წიგნი. ეს იყო და ეს გასასრული. მე თქვენ გისურვებთ ტკბილ, მშვიდობიან, გემრიელ ძილს და შევხვდებით ხვალ. ძილინებისა.